აი მე ტელევიზორში გინახე. შენი ქართული ჰაბიტუსით. რა ბიჭი იყავია? რა დეკარტე, რა კანტი, რა ჰეგელი. ყველა პირღია გიყურებდა. ეს რა ბიჭი ყოლია თუ რა გაქანების და რა გამოქანების. მე მიხვდა ყველა რატომაც მოიშინაურე ასე სწრაფად ტრამპი. შენიშნა ინტელექტუალთან საუბარს რა ჯობს. უკეთესისგან ვისგან ისწავლის, უკეთეს ვის გაება ასება. ხო მართლა რა მაგის პასუხია და დაგირეკა? არა. როდის უნდა დარეკოს? ველოდებით. კარგი, მე შენთან ერთად დაველოდები თუ შეიძლება. და ზოგადად როდის დავრეკავო, არ უთქვამს? ნუ აი, რომელ საათზე? 8 საათი რომ გავს განსხვავება, ეგ ხო იცის? ან რომელ დღეს დარეკავს? ან რომელ კვირას? ან რომელ თვეში? რომელ წელიწადს ბოლოს და ბოლოს? ხომ იცის რომ გოჩქარება? აი, ეგ ხომ უთხარი? რომ ამ ამბის გადადება არ შეიძლება, რომ აი სასწრაფოდ არის ალაპარაკო, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის ბედიც, თვით ამერიკის. და ნომერი ხო ზუსტად ჩააწერინე, კოდი ხო უთხარ, +995. ვახ და რატო არ ეკავს? ხო პრინციპში შაბათკვირებიც იყო და არ მოსულა, მაგრამ მე ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა და ისეთი სასწრაფო არჯენტ ხო უთხარი, არჯენტ. და კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? მაგათ აქაურ საელჩოს რო ვკითხოთ? რაო, არ გველაპარაკებიან? რატო? რა კი ვაგინებთ სულ? აი, თუ არ დარეკავს, გინება მე ნახოთ მაგათ. ტელეფონი ხო გაქვს უჩართული? სადმე მიუწვდომელ ზონაში ხო არ გასულ ხარ? სანამ აქეთ მოფრინავდი, ხო ქონდა უჩართული? დატენილი გაქვს? რამდენი პროცენტია? მანა. და მაინც არ ეკავს. რამე უცხოზარი ხო არ შემოსულა ამ დღეებში, ან რამე დაფარული ნომრით? ნამდვილად? ბავშვს ხო არ აუღია ტელეფონი სათამაშოდ ან YouTube-ის აყურებლად? ის ფოტო რო გაუყალბე, აი, ცერაწეული რო ვითომ მაგასთან და მაგის სულთან გახარ, მაგაზე ხო არ გაბრასტო? როგორ ვერ გაიგებდა ბიჭო, მაგას რო შპიონები ყავს თელსოფლიოში, CRU და ვიღაცეები. ბოლბალ აქედან ნაცები დაურეკავდნენ და იქეთყოდნენ ყველაფერს. მოიცა და შენ თვითონ რო დაურეკო, არ გიპასუხებს? ნომერი არ მოგცა? მე, ცუდია. ღამე რო იძინებ, ხმას ხო არ უთიშავ ტელეფონს. თავთან ხო გიდევ სულ? აბაზანაში? ტუალეტში რო შედიხარ? ისეც არავის იცნობ, რომ სიტყვა შეგაწიოს და გაახსენოს, რომ დასარეკი აქვს შენთან. ეგეთები შენ ნომერს არ პასუხობენ? ორბანიც კაცო. მე რა რო თავის პრობლემები აქვს. პუტინთან ძმაკაცობას უგზალავსო. ავტობის და გაზის ყიდვასო. ეგეც მაგარ შარში ყოფილა. კაი, დაველოდოთ, სხვა რა გზაა? ვილოცოთ. შენი ლოცვა. იმიტომ რომ ის თუ არ დარეკავს ეს. ერთი საქმე დაგავალე და ისიც ვერ გააკეთეო.